ბატონო სანდრო, ამბობთ, რომ ოთხეული არ გეგმავთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა გეგმავთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატები თავად მხარდამჭერებს შეარჩევინოთ. მაინტერესებს პირველ რიგში როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი და რამდენად გაამართლებს ეს ტაქტიკა, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში ჩვენი გადმოსახედიდან ადგილობრივი არჩევნები თუ მართლა არჩევნებია ეს და მართლა პოლიტიკური პროცესია, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, იმაზე მიმართული, რომ რეგიონებში, ქალაქებში ის ხალხი იპოვონ, ვინც ამ ქალაქების, რეგიონების პრობლემებზე იზრუნებს. და ამ ქალაქების პრობლემების სამთავრობის ვაგოდეხის, ზუგდიდის, თბილისის პრობლემის ზრუნვა არის პარლამენტის და ვთქვათ, ცენტრალური მთავრობის საქმე. მაგრამ ჩვენი რეალობა ისეთია, რომ ჩვენი თვითმმართველობა არის ფიქცია. ანუ სამდელში არც ერთ მერს არც ერთ გამგებელს არანაირი თავისუფლება არ აქვს, რომ რაღაც დამოუკიდებელ გაწოლება მიიღოს. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნების გარკვეულწილად ფიქტიური არჩევნები იმ გაგებით, რომ ამორჩეული მიდის და ქართული ოსტემის ამორჩეული ხაზავს 41-ს. მიმის და მიუხედავად, ეხლა იქ რომელი გვარი წერია და ასე შემდეგ. ან ყოველ შემთხვევაში თვითონ პარტიების ცდილობენ, რომ ისეთი ადამიანი აირჩიონ, რომ რაღაც ინდივიდუალურად შეიძლება კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას ესმის, რომ თუ ხელისუფლებას კანდიდატია ის რაღაცა გზას გაგიკეთებს, წყალს გაგიყვანს, მაგრამ ოპოზიციამ რა უნდა აკეთოს? საკრებულოში, როცა თვითმმართველობა არსებობს, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოლმე ეს ყველაფერი. და ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ორი ამოცანა გვაქვს. პირველი, ზოგადად ჩვენ ვეძებთ ის ადამიანებს, ვისაც მართლა უნდა თვითმმართველობა, ვინც დაინახავს ან მანკიერს სისტემას. როცა მივა საკრებულოში და დაინახავს, რომ არაფერი აწლევს, ან ძალაუფლება არ აქვს, თელი ძალაუფლება მაინც თბილისშია. და ეს უბრალოდ რაღაც სპექტაკლივით არის დადგმული, რომ თქვა თელავში ცხოვრობს ადამიანი, მაგას ეგონოს, რომ იქ რაღაცას წყვეს და აფს არ წყვეს, იმიტომ მაინც თბილისში წდება უდიდეს ნაწილი საკითხების. ელემენტარულად მახსოვს პარლამენტში წყვეტით ბათუმში რამდენი სართულიანი სახლის აშენება შეიძლებოდა. ჩვენ თბილისში ავტონომიური რესპუბლიკა რო ქვია იმ რეგიონში წყვეტით რამხელა სიმაღლის კორპუსები უნდა აშენდეს. აი ეს არის ჩვენი სურათი ამ თვითმმართველობის. ამიტომ ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, პატიოსან ადამიანებს, რომელსაც მართლა აღელვებთ ის პრობლემა, რომელიც თავის რეგიონში იქნება და რომელიც ზად არის მართლა ამ თვითმმართველობისთვის იბრძოლოს. და პლუს ეს იქნება ტრამპლინი, რომ ჩვენ თუ ვიპოვეთ პატიოსან ადამიანებს და თვითმმართველობა აღელვებს, ვისაც შეუძლია ადეკვატურად პოზიცია დააფიქსიროს, შეიძლება უმცირესობაში ყოფნისას ვერ გაიტანოს რაღაც ინიციატივა, იმიტომ რომ მაინც თბილისთან იქნება შესაძახმებელი და ამას მარტო მართული გუნდი შეძლებს. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მარტო მე უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბში ახალი პოლიტიკოსები ვიპოვოთ, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია. ქვეყანაში მკვდარი გვაქვს პოლიტიკური პროცესი. შემდგომში დისკუსია, დებატები არ მიდის. ყველა რაღაც მონოლოგის რეჟიმშია და თვითმმართველობის არჩევნები ფაქტურად ერთადერთი შანსი არის ეს პოლიტიკა ოდნავ მაინც გავაცოცხლოთ. ამიტომ ჩვენ არ ვიცი ყველა რეგიონში გვეყოლება თუ არა კანდიდატი, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ჩვენ მხარდამჭერებზე. ისინი თვითონ ჩვენივე სისტემით, რომელიც ქვეყნისთვის გამოვიყვანეთ, პარლამენტისთვის ავარჩიეთ ჩვენი სია. იგივე პრინციპით ოღონდ რეგიონულ დონეზე ყველა თავისი სადაც დარეგისტრირდება, მე თუ მინდა თქვა თბილისში მე ვინცე ვიღაცას ხარს დაუჭერ ვიღაცა თქვა თელავში, ვიღაცა ზუგდიდში და ზუსტად იგივე პრაიმერის ჩავატარებთ ყველა რეგიონში, სადაც კანდიდატი გვეყოლება. ოღონდ ეს არის, რომ ჩვენ მაინდამაინც კანდიდატი უნდა გვყავდეს. ჩვენ ვეძებთ პატიოსან ადამიანს, ვისაც მართლა აღელვებს პრობლემები, რომელიც იქნება რეგიონში და თუ ასეც ვიპოვეთ სიამოვნებით დავუჭერთ ხარს. გასაგებია. ვიდრე ახალ არჩევნებთან მიმართებაში თქვენს პოზიციას მოვისმენ, მანამდე გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ კი გირჩევს სურთ უტრირებს ხადია სალომე ზურაბიშვილის შეკრებებს მონაწილეობის მიღება, მათ ამის პრობლემა არ ექნებათ. ანუ არ გამოგიხატავთ თქვენ თავად ინიციატივა მიმართულებით, თუ გქონდათ მცდელობა და მაგალითად არ მიგიღეს, რატომ არ ესწრებით იმ შეკრებებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან? მე ბოლოს პრეზიდენტს შეხვდი, ალბათ დაახლოებით 1 წლის წინ. და იმის შემდეგ და ეს ამ შეხვედრაზე დავაფიქსირე ეს პოზიცია, რომ არ შეიძლება უბრალოდ რაღაც დოკუმენტების მიღება და აუცილებელი საჯარო დისკუსია იყოს და ვთხოვე კიდევ პრეზიდენტს, რომ თუ მართლა უნდა რომ დაეხმაროს ოპოზიციას, უნდა იყოს ფასილიტატორი დისკუსიების, დებატების. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ქარტია რო გააკეთეს, რომ გინდა არ გინდა უნდა მოვაწეროთ თურმე რა ჭეშმარიტება არის ამის წმინდა წერილი. ჩვენ მივხვდით, რომ არანაირი შანსი არ იყო. ანუ არაძეც ქონდა რაღაც ეჭვი, მაგრამ უკვე საბოლოო ტესტი იყო ჩვენთვის, რომ არანაირი შანსი არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გაიხსენეთ რაიმე ინიციატივა ხალხთან სალომესი. ოპოზიცია, როდესაც საუბრობს, ბარიერ გადალახული პარტიები ყოველ შემთხვევაში ამბობენ, რომ ის არის ერთმნიშვნელოვნად ლიდერი, რომ აი ლეგიტიმაცია მისცა ხალხმა, რომ ის არის
ეს მათ უნდა გითხოთ. არა, ხო და მეც არ მესმის. მე ვიცი რომ მე მოვისმინე რომ რაღაც მორიგ საკოორდინაციო შტაბს აკეთებენ. წინაც იყო არჩევნების წინ და იმის წინაც იყო და ერთ-ერთი სამი ასეთი შტაბი მახსენდება ქალბატონის სალომის ეს ინიციატივით. რომელმა იმუშავა და რა კოორდინაცია მოხდა. ან ქარტია რო ხელი მოაწერეს, ვინმე გაარჩია საერთოდ დაწერია იმ დოკუმენტში. ან ამწუთას გეგმა რო დადო ქალბატონ სალომე რამდენიმე კვირის წინ, ვინმე ვისაუბრა ამ გეგმის ადეკვატურობაზე საერთოდ. ხო და მე მგონია რომ როგორც მინიმუმ რაც არ უნდა იყოს მიზეზი ამის, მთელი ეს აქტივობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის მცდელობა ხალხის მუხტი მოკლა. აი უიმედო და კავკასიაში რო არის, როცა ადამიანი ის რაღაც სასამართლო პროცესი რო ვერ ხვდება რა ხდება და წვალობს და ბოლოს კი მოკვდება, მაგრამ ანუ მთელი იდეა ამაში რომ ეს ოპოზიცია გაანადგურო, იმით რომ აი უაზრო აქტივობაზე დაახარჯონ ენერგია. მათ შორის ამორჩევას რომ ბოლოს ხელი ჩაიქნიოს ამორჩევლმა, თქვას რომ ამისგან არაფერი არ გამოვაო და ასე ვთქვათ ჩამოცილდეს როგორც აქტიური ამორჩეველი ოპოზიციურ ველს. სხვა მეახსნა არ მაქვს, იმიტომ რომ ელემენტარული საკითხებიც კი უბრალოდ აი მართლა რას აკეთებთ? რა გეგმა გაქვთ? როცა ასეთ ელემენტარულ კითხვებზე არის, აგერა მეც მოვუსმინე წინა რესპონდენტს და როგორი არჩევნები უნდათ იმაზე არ ჩამოყალიბდნენ. თურმე სასამართლო რეფორმა უნდა ჩაატარონ სამთვეში და ასე ვთქვათ სასამართლო რეფორმით არჩეონ რაღაც ანგელოზი მოსამართლეები და აი ამის იმედად არიან. ხვდებით? აი ამდენი გზა გაიარა ქართულმა ხალხმა სხვადასხვა მიმართულებით, ამდენი იწვალა, ამდენი არჩევნები ჩავატარდა, თურმე ეხლა თავი გეგმა ჩემი კოლეგების ეს თუ შეიძლება ასე დავარქვა ოპოზიციიდან არის ის რომ ბიზნეს მოსთხოვონ სამთვეში სასამართლო რეფორმა ჩაატარონ და ახალი ანგელოზი მოსამართლეები იპოვონ და თან ქართულ სისტემას უნდა დათანხმდეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბოდიში რომ გაწყოტინებთ მაგალითად გიორგი ბუტიკაშვილი საუბრობდა რომ როდესაც იგივე ეს არჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებზე არის საუბარი, გარკვეულ რაღაც დოკუმენტზე უნდა მოხდეს, შეთანხმების დოკუმენტზე უნდა მოხდეს ხელის მოწერა და ეს იქნება საკმარისი. თქვენ სრულიად ლოგიკური კითხვები დასვით, იმიტომ რომ ეს ხო რაღაც პირობა უნდა იყოს, რომ აი ქართული ოცნება შეიკრიბოს, დაждდეს და თქვას რომ კარგით, აბა ვინ გინდა დაგინიშნოთ. და აი მურუსიძე იყოს თუ არა? ეს იტყვა არა, ჩვენ გვინდა თქვათ რა ვიცი, სანდრო რაქვიაშვილი თქო და არა, მე გვინდა ვიღაც სხვა, არა გიორგი ბუტიკაშვილი. რაღაც პროცესი უნდა იყოს და რა კრიტერიუმებით მოხდება ეს? ანუ ქართულ ოცნებას თანაბარი სიტყვა ექნება, რა წონით მოხდება ეს გადარჩევა, ვინ გაარჩევს ამას? თან ცნობილია ეს ვეტინგის სისტემა სხვა ქვეყნებში იყო წლები გრძელდება და ასად არ გამოვიდა. ანუ უბრალოდ მინიმუმ ცნობილია რომ ეს არის უტოპიური გზა და ამიტომაც ვაკრიტიკებდით პრეზიდენტს მათ შორის რომ არ შეიძლება ვეტინგი ყოფილიყო რაიმე მიმართულება სასამართლო რეფორმის ჩვენ ქვეყნის. ხო და აი ასეთი ელემენტარული საკითხები გააზრებული არის. თუ ისე გამოდის რომ იდეალური კანონმდებლობა ქონია, უბრალოდ ცესკოში სხვა არასწორი ადამიანი ზის. სულ ეს ყოფილა პრობლემა? არადა რომ იგივე ადამიანების წინა ინტერვიუები რო ნახოთ, არაერთხელ იყო ნათქვამი რომ კანონმდებლობა არ ვარ გადა, ეს სიმართლეა. ბარიერი მაღალი უნდა იყოს თუ დაბალი უნდა იყოს. და როგორ შეიძლება ხელმოწერით რაღაც გააკეთო? კანონის ფორმა ხომ უნდა მისცე და კანონი ხო პარლამენტმა უნდა მიიღოს. ეს პარლამენტის ლეგიტიმურობა უნდა აღიარო მოქმედი პარლამენტის. თუ გინდა რომ ეს კანონად იქცეს. ნებისმიერ ასე ვიცოდი, თუმცა მათ განსხვავებული პოზიცია მაინც მივდივართ იქამდე რომ ცხადია ცვლილებები არის, უნდა აღიარონ პირველ რიგში ლეგიტიმაცია. როგორც მინიმუმ ის ადამიანი ხომ უნდა აღიარო, ვის ხელმოწერასაც სვავ. ვის ხელმოწერასაც სვავ, ხომ უნდა აღიარო. მიიღონ მონაწილეობა. სესკოს თავმჯდომარის შევთანხმდით, თქვენ იქნებით სესკოს თავმჯდომარე. თქვენ ხო ვიღაცამ უნდა აგირჩიო. ანუ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და აერჩიოს სესკოს თავმჯდომარე, ხო ასეა? ესე იგი ლეგიტიმურობა უნდა აღიარო ამ პარლამენტის. და თუ ოპოზიცია არ შედის, მაშინ გამოდის რომ ისევ ქართული ოცნება ირჩევს. ქართული ოცნებას მოგონი ჯერჯერობით არ აქვს ხმარო ცესკოს თავმჯდომარე აერჩიოს, მაგრამ რომც ასე იყოს, ანუ ქართული ოცნების არჩეულს ეთანხმებიან. ანუ მე კი არ ვამბობ რომ არანაირი გზა არ არსებობს, უბრალოდ თუ ერთდროულად ამბობ რომ კონსტიტუცია მინდა დავიცვა, პარლამენტი არ ვაღიარო და თან ახალი არჩევნები მინდა და არა 28 წელს არამედ აი ახლა, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, ხვდებით, აი ამ ამოცანას პასუხი არ აქვს. რომელიღაც ერთ უნდა დათვან, პარლამენტი აღიარო, ან არჩევნებზე უარი თქვა, ან რევოლუცია მოაწყო და კონსტიტუციის წესრიგიდან გახვიდე, ან ახალი კონსტიტუცია მიიღო ბოლოს და ბოლოს, რა ვიცი, სახალხო კრება მოაწყო და შევიკრიბოთ, რა ვიცი, მილიონი ადამიანი სადღაც და თქვა რომ ახალი კონსტიტუცია მივიღოთ. რაღაც უნდა გააკეთო, ხვდებით? და აი ზუსტად აი რამდენი გავიდა ხო არჩევნებიდან, იმის ნახევარი წელი გავიდა. ნახევარი წელი რო გავიდა და აი ამ მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით არანაირი აზრი არ გაჩნდა და პირიქით მოკოდა აზრი, იმიტომ რომ ხედავთ რომ ხალხი უკვე ფაქტობრივად ქუჩაში არ გამოდის, იმიტომ რომ ეხა გასაგებია რაც 500 იქნება თუ 1000 იქნება თუ 2000, ეს არაფერშუაში არის იმ პროტესტად, რომელიც უნდა იყოს თუ მართლა პროტესტია საზოგადოებაში. და უბრალოდ ამ ხალხმა სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, გვარამიას პარტიის ასე თქვა მეთაურობით, მოკლეს ფაქტობრივად პოლიტიკური მუხტი და დისკუსიაც კი მოკლეს. ამ თემებზე ლაპარაკი არ მიდის.
რომ შეიძლება ადამიანი ცდებოდეს არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს, მაგრამ თუ ლაპარაკი მიდის, ამ შეცდომას ხალხი დაინახოს. საზოგადოებაში ეს დისკუსია მკვდარია და ეს არის მათი დამსახურება და თუ ჩემთან საუბარი უნდა მე დამპატიჟებს ქაბატონის საუბარი მე მივალ და სიამოვნებით პირდაპირ ყველა დამწეს ვეტყვი. მაგრამ მე დაპატიჟებას ელოდები. არა, მე უბრალოდ არაფერი არ მესახება. მე ინიციატივით რომ მეხო. არა, მე არაფერი მე ყველაფერი საჯაროდ მაქვს დათქვამი და ვიცი, თუ მაგათ უნდათ რომ ჩემგან ეს არგუმენტირებულად გაიგონ, სიამოვნებით მოუყვება არგუმენტირებულად. და აუხსნი რატომ ცდებიან, რატომ მათი საქმიანობა საბოლოოდ ერთ თავარი პრობლემა ქართული ოპოზიციის და თავარი დასახტენი ქართული ოცნების. მაგრამ ეს ხომ არის შეკითხვები, რომელიც თქვენს გაინტერესებთ ხადია და დანარჩენ გირჩელებსაც, ხო? რა ხო გესმით რომ პოლიტიკაში თქვა მარტო ის კომუნიკაცია ხო არსებობს, რაც საჯაროდ ცნობილია. ხო გასაგებია რომ ჩვენ სხვა პარტიების წეროსაც ხვდებით და ველაპარაკებით და დაახლოებით ვიცით რა ხდება ამ შეხვედრებზე მათ შორის. ვინ გალანძღა და ვინ რა უთხრა, ეს ყველა ცნობილია საბოლოო ჯამში და არა მარტო ჩვენთვის და ზოგადად ბევრი ადამიანისთვის. და ამიტომ ჩვენი პოზიცია ჩვენ ვდიციან სამდვილეში. და ყველაფერი რაღაც გაგებით იცის, უბრალოდ ხალხს უმალავენ ამას. და ამიტომ ვიცი რომ არაფერი არ გამოვა. ჩვენ ხალხს ვეუბნებით რომ არაფერი არ გამოვა. უბრალოდ ჩვენი რესურსი რომ ხალხს მივწვდეთ. შეზღუდულია ჩვენ კონკურენტებთან შედარებით. ისინი უფრო ხმამალად ყვირიან, რომ აი ცოტას მოითმინეთ, ცოტას კიდე 10 კილომეტრი გავიაროთ რუსთაველზე და აი მერე დამარცხდება ბიზნესმენში, მაგრამ ასე არ ხდება. თუ პოლიტიკური პარტია ხარ, ემზადები ან არჩევნებისთვის, ან რევოლუციისთვის. ან მერთებაში? ან მიდიხარ პოლიტიკიდან. რისთვის ემზადება ოპოზიცია? ფაქტია არჩევნებისთვის არ ემზადება, იმ თვალსაზრისით ახალი არჩევნებისთვის ემზადება, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ემზადება. რაც შეეხება ახალ არჩევნებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი არჩევნები არ იქნება. მაშინ რა გამოდის? რომ ლოგიკას თუ გავყვებით, ემზადება რევოლუციისთვის. აი პრობლემა ეს ამის რესურსიც რამდენად არსებობს? არავინ არის ახლა ვინც რევოლუციის რამეს ემზადება, არავის არ აქვს პრეტენზიაც კი და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კითხვა ჩვენს რო გვიჩნდება, ჩვენ პარტიაში დიდი ხანია განხეთქილება გვაქვს ამის თაობაზე. რომ იაგო ამბობს, რომ მოსყიდულები არიან და მე ვამბობ, რომ იდიოტები არიან მეთქი, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მიუხედავად ისე, რომ ბოლო დროს მე უფრო ვიმხრები იაგოს ხარეს, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბი არადეკვატურობის მაინც სულად დაჯერებადია, მაგრამ ეს ხო ელემენტარული საკითხია. პოლიტიკური პარტია ხარ. რასაკეთებს პოლიტიკური პარტია? პოზიციას აყალიბებს და მინის არჩევნებზე. აი, ავიღოთ შორს არ წავიდეთ. არ გვინდა თქვა ზუგდიდი, ლაგოდეხი, თელავი. ავიღოთ თბილისი. თბილისი ოპოზიცია ხო მოიგო. ჯამურად. თბილისის არჩევნებზე ხო არავის არ ქონდა რამე პრეტენზია გაყალბდეს. აი, მომისმენ, მენია ლენტეხზე, ნანახი გვაქვს მარნეულზე, რა ვიცი. უამრავი სხვა დარღვევა გვინახა. თბილისის პრეტენზია ხო არავის არ ქონდა. და ვიცით რომ თბილისში ოპოზიცია მოიგო ჯამურად. და თბილისის მერი არის ყველაზე ლეგიტიმური ადამიანი ჩვენ ქვეყანაში, ანუ ჩვენი წესრიგი. მაგაცი ჩვენ პირდაპირ და ყველაზე მეტი ადამიანი. ანუ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე თქვა პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ. ისინი დარჩნენ ირიბად არჩეული ხალხი. ოპოზიცია რო ადეკვატური იყოს. კაი, წავაგეთ არჩევნები თუ გაგვიყალბეს არჩევნები თუ ასე მოხდა ისე, მაგრამ ხო შეგვიძლია აი ერთი ქალაქი გაქვს, რომელიც აი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, ეკონომიკის, რა ვიცი, მესამედია, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ ცხოვრობს და იცი რომ აქ გაკონტროლებად შეგიძლია, ხალხი ნაკლებად რეაგირებს ადმინისტრაციულ ზეწოლაზე, ინფორმაციის სტომა მარტივია, არა მარტო ტელევიზიის პირადად კომუნიკაციის ხარჯის უფრო მეტი შეგიძლია გააკეთო. მოიგი არჩევნები და გაერთიანდი მაგათ იპოვე პატრიოტსენი ადამიანი არა ვიღაც თქვა გაურკვეველი პოლიტიკოსი რომელსაც უკვე ბევრჯერ სადად არაფერი არ გამოუვიდა არამედ მართლა იპოვე ადამიანი რომელსაც თბილისელები აერჩევენ იმიტომ რომ უნდათ უკეთესი მერი რა პრობლემა კალძეზე უკეთეს ვერ იპოვით ხო მარტივი ამბავია მაგრამ ეს სცენარი ხო რაღაც უტოპიურად გამოიყურება რომ ეხლა ეს ოპოზიციური პარტიები რომელიც ელემენტარული პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეს ვერაფერზე არჩევნები როგორი უნდა ის კი არიციან საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური პარტიები რო გაერთიანდებიან, დასხდებიან და დათმობენ თავის რაღაც პოზიციებს, მათ შორის რომ რაღაც პატრიოტული ადამიანი გახდეს თბილისის მერი და ამით თუნდაც ქართული ოცნების ლეგიტიმურობა დააყენო ჭიშკარში, იმიტომ რომ თუ თბილისს დამაჯერებლად მოიგებ, ეს ხო ბუნებრივად გააჩენს კითხვებს ლეგიტიმურობას. და ხო ეს იქნება დიდი ტრამპლინი ოპოზიციისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. ბოლოს და ბოლოს ერდოღანთან მოიგო ოპოზიციამ. მართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციას არ აქვს რესურსი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვა გამარჯვების და სწორედ ეს არის ერთგვარი თქვა. ეს რესურსი იმიტომ არ აქვს, რომ თვითონ ამიჯნის მიზეზი პროცესი. არა ეს რესურსი მე შეიძლება ვინ თქვა ეს? მამკონდერაძე? მდინარაძე ქადაგიჩი. ნუ ვინც არ უნდა იყოს, ვეთანხმები ზოგადად ამ წელს, რომ ფაქტია, რომ თავის თავს რესურსს აცლიან. აცლიან ადამიანურ რესურსს, იმიტომ რომ მე დღეს ხო მაგალითად ცხადია, რომ პარლამენტში უნდა შესულიყო. აი რა ხერი, რა მიიღეს, რომელი არის ხა ბედნიერი, რომ პარლამენტში არ ზის, მარტო გახარებია ხო პარლამენტში. დარჩენ ყველა გამოვიდა. რა ხერი ამის? ვინმე ბოლომდე შესრულები არ არიან ხა. ნუ ახლა ამის ფულს იღებენ და ყველა პრივილეგიებს და იარაღის ტარების უფლება აქვს და დარჩება კიდე. ისისთვის
რაც შეეხება მანდატებს ნუ რაც უნდა იყოს როგორც ეხლა რამე ხერი არის ამ პროცესისგან ვინმე გრძნობს რომ გაძლიერდა ოპოზიცია იმაზე რა ქვია ადამიანურ რესურსზე უარი თქვეს პოლიტიკურ დისკუსიებზე უარი თქვეს ქართული ოცნება რომ კონვერით სულ კანონებს იღებს და დებატებში არ იღებს მონაწილეობას ალამეჩხუ ვერ გაიქცეოდნენ დებატებს სანდრო ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია ქვეყანაში ოპოზიციის ძლიერი ოპოზიციის არსებობა ხო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფაქტობრივად. როდესაც დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობთ ამ კონტექსტში. როდესაც მუდმივად ისმის მთელი 26 ოქტომბრის შემდეგ ისმის მუდმივად რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები ოპოზიციის მხრიდან და პირდებიან საკუთარ ამომრჩეველს რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ისინი ამას მოახერხებენ. ფაქტია ისიც რომ ხელისუფლება არ აპირებს ახალი არჩევნების დანიშვნას. თუ ასე გაგრძელდა პროცესი და ვერ აიძულა ოპოზიციამ ხელისუფლება და რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ ვერ აიძულებს დანიშნოს ახალი არჩევნები, საინტერესო არის როგორ იმოქმედებს, როგორ იმუშავებს ეს ერთი ოპოზიციის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მეორე ოპოზიციურ ამომრჩეველზე. ნიჰილისტური განწყობა რამდენად ვთქვათ გაჩნდება ოპოზიციურ ამომრჩეველში და არის თუ არა მოსალოდნელი რომ ოპოზიციურ სპექტრმა დაკარგოს მნიშვნელოვნად ელექტორატის გარკვეული ნაწილი ყოველ შემთხვევაში. ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ ბოლო გზანლი რაც ამორჩეველს უთხარით, აი ბოლო ვიდეო რაც დავდეთ ჩვენ. იყო მარტივი ვიდეო იყო ჩვენი ხალხის გაკეთებული. სადაც თავი გზანლი იყო დაფიქრდი. ჩვენ ამორჩეველს მოუწოდეთ ჯერ დაფიქრებულიყო და მერე გააკეთებინა გადაწყვეტილება. ამორჩეველის დიდმა ნაწილმა სხვანაირად მოიქცა, აყვა სხვა ისტერიკებს, ზოგი ხმა არ დაიკარგაო, ნაცები მოდიანო და ასე შემდეგ და ბევრი ხმა ასე დავკარგეთ. მათ შორის ეს იყო მიზეზი რატო ვერ გადავახეთ ბარიერებს. მაგრამ ერთადერთი პარტია ვიყავით, ვინც ამორჩეველს მოუწოდებდა დაფიქრებულიყო. უბრალოდ შეხედა, რომ აი რასაც ხედავს, ეს სპექტაკლია დადგმული იმისთვის, რომ მოატყუოთ, რომ რომელიღაცა ძალა მოიგებს, ნუ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, გააგრძელებს ამორჩევის გაპარსვას, შეზღუდვას და აი ამ მათ შორის ფულს ინვესტიციას გააკეთებს იმაში, რომ აი ეს სპექტაკლი გაუგებარი, აუხსნელი, რომელიც მეც არ მესმის, თქვენც არ გესმის და გესმით და საბოლოო ჯამში კონკრეტულ პასუხებსაც ვერ ვიღებ. ხო, და აი ეს გრძელდებოდეს, რომ ამორჩეველი სულ დაძაბული იყოს, რაღაც ბრძოლა მიდიოდეს, რომ ეუბნებოდნენ, ჩვენ რუსთაველზე გამოხვედი უკვე გმირი ხარ და რაში გამოიხატება ეს გმირობა? არ აქვს მნიშვნელობა და როგორ მივახცევ შედეგს? არ აქვს მნიშვნელობა და არჩევნები როგორ მივიღო? არ აქვს მნიშვნელობა, არის ფიქრო, თავარი ემოციას აყვე. იქიდანაც გლობალური ომის პარტია და ხან რომელიც deep state-ად იქცა, სხვა LGBT პრობლემები და ასე შემდეგ. ეხლა ნარკოპოლიტიკას ებრძვიან, რომელიც აი აბსურდია, იმიტომ რომ უვადო პატიმრობით ისჯება ფაქტობრივად ის მუხლები, რომლებიც გაამკაცეს და რა გაამკაცეს, ხელფეხებს დააჭრიან ხალხს, ციხესამ გაუშვებენ თუ რა იქნება. მაგრამ ეს ხო ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილი, რომ ხალხი არ დაფიქრდეს. და ჩემი იმედია, რომ აი ეს არადეკვატურობას რო ხედავენ, რომ ხო ადამიანი ხო აკვირდება, ყველა სამწუხაროდ არ აქვს იმდენი დრო, რომ ბევრი იფიქროს პოლიტიკაზე, ცხოვრება რთულია, სამსახური აქვს და შემდეგ. მე მაქვს იმედი, რომ ქართული ხალხი დაფიქრდება მართლა შემდეგ არჩევნების წინ, ან ზოგადად დაფიქრდება და დაინახავს, რომ ეს სპექტაკლი იმიტომ არის დადგმული, რომ ისინი გაძარცვონ პირველ რიგში. და თუ დაფიქრდება და შეხედავს პოლიტიკურ როლს, მე უბრალოდ ვერ ვხედავ უბრალოდ ჩვენს იქეთ რა არჩევანი. იმიტომ რომ იდეალურები ვართ, აი შეხედეთ ჩვენ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ხა პოლიტიკური პარტია ვართ ოპოზიციაში, რომელიც პროამერიკული პარტია ვართ. და მთელი ოპოზიცია ლანძღავს ტრამპს. არც ერთი ჩემი კოლეგა არასდროს არ აღიარებდა ამერიკის დამფუძნებელი მამების ნაშრომს და ამერიკულ ღირებულებებს, უბრალოდ პროამერიკულობა გამოიხატებოდა ამერიკული ხელისუფლების ხარდაჭერაში. და რო შეიცვალა კომუნისტები რომ დამარცხდნენ დემოკრატების სახით. აღმოჩნდა რომ ყველა კომუნისტი ყოფილა დემოკრატს უჭერდა, ხოლო ტრამპისტი არც ერთი არ არის და აღმოჩნდა ერთ-ერთი პარტია. ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ჯერ აკრიტიკებდნენ ტრამპს, შემდეგ რამდენადაც გვახსოვს ინაუგურაციაზე. სადეს და მაგრამ ვერ გაძლეს დიდხანს და ისევ მდებარე ტერიტორიაზე ჩავიდნენ. კი ბატონო. და შემდეგ ისევ გვესმის ტრამპის კრიტიკა. კი ბატონო და საბოლოოში გამოდის რომ თელ პოლიტიკურ ველში ერთადერთი პროამერიკული პარტია ვართ, რომელიც ამერიკულ ღირებულებებსაც პატივს სცემს და კონკრეტულ ადმინისტრაციასაც ხარს უჭერს. ბევრ საკითხში. ნუ ეხლა ცდებოდეს ტარიფებზე რაღაცა რა პრინციპის დონეზე ჩვენ ხარს უჭერთ, იქეც აი მიდის ეს ყველაფერი. იმედია გამოუვა კიდეც ის გეგმები, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს. ხო და ასეთი უსტავრი სიტუაცია ჩვენ ქვეყანაში, რომელიც სულ პროამერიკული იყო, მთელი ოპოზიცია ყოველთვის პროამერიკული იყო და მარტო გიჩი გახდა პროამერიკული ამ სიტუაციაში. ისეთ სიტუაცია, რომ სულ ასე ჩვენ ვამბობდით რაღაც იდეებს რომ ვისავდით დაწყებული იმით, რომ აი პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია, რომ ლაპარაკი აქვს მნიშვნელობა, აშლილება გაიბუტო და აშლილება დაიმალო, თელმა ოპოზიცია დაიმალა, შეწყვიტა ლაპარაკი და აი თუ ამას შეხედავს ამორჩეველი, ხომ მიხვდება რომ ეს გამოსავალი არის. თუ ამერიკელობა აღელოს ამორჩეველს, გირჩი უნდა აერჩიოს,
თუ უნდა რომ პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს და დისკუსია დაიწყოს, გიც უნდა ერჩიოს, მაგრამ ამ ვითარებაში წარმოვიდგინეთ, რომ მაგალითად გურჯაანში თუ რა წყლის პრობლემა, აი როგორ უნდა ვიდისკუტიროთ ამ თემაზე, როცა ასეთი ბარდაგია ქვეყანაში. ხო და ეს ხო მათ შორის ოპოზიციის დამსახურება ქართულს აწყობს, რომ ასე ხელისუფლებას ინარჩუნებს, ანუ ოპონენტებს კლავს. ნიხილივს აღვივებს, მაგრამ ხო არის ამოჩილებსაც ეს არ მოსწონს. ხო და ამიტომ თუ არ გამოჩნდებიან თუ ეს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები იგივე მდგომარეობაში დარჩებიან, იმიტომაც თქვა იაგო, რომ ჯობია საერთოდ წავიდნენ. სხვა პროფესიით დაკავდნენ. რაღაც გააკეთონ, იმიტომ რომ თუ არ გინდა პოლიტიკოსობა, თუ არ გინდა ლაპარაკი, თუ არ შეგიძლია დებატებში მონაწილეობა მიიღო და სამომავლო ზრუაბიშვილთან დახვრილ კარს მიიღო, რაღაცები უნდა იჭორაო. ოკეი, ეს ყველაფერი აქვს პოლიტიკის გარდა. ამიტომ ჯობია წახვიდე, ველი გაანთავისუფლო, შენი მედია დახურო და კი უთანასწორო ბრძოლა იქნება რაღაც ეტაპზე ქართულ ოცნებასთან, მაგრამ საბოლოოში ქართული ხალხი გამოფხიზდება და ქართული ხალხი ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება ვიდრე კონკრეტული პარტია. იცით რა მეინტერესებს? თქვენ დარჩით პარლამენტს მიიღო. თუ დაინახეთ გარკვეული საკითხები, რამაც შეგიშალათ ხელი იმისთვის, რომ იმაში რომ გადაგელახათ ბარიერი, რა არის ეს საკითხები და მის გამოსწორებას თუ გეგმავთ თუნდაც იგივე თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში. იცით რა არის, ჩემ მდგომარეობაში მარტივია მინიმუმ იმით ახსნა ჩემი წარუმატებლობა, რომ ბევრად ნაკლები რესურსი ჰქონდა სხვადასხვა შედარებით, მაგრამ თუ მართლა ჩვენში ვეცდებით ვიპოვოთ ეს. იცით რაშია პრობლემა? ფაქტობრივად ჩვენ ამორჩევას შევთავაზეთ ძალიან რთული პოზიცია, იმიტომ ჭირდება რომ დაფიქრებულიო. ჩვენ არ ვეუბნებოდით, რომ აგერ რაღაც სისხლიანი წყაწელი და აგერ რუსული რეჟიმი, ანუ რომ შეხედოთ ჩვენ კოლეგებს ქართული ოცნება იქნება, ლელო იქნება ეს ნაციონალურ პრიმიტიული მესეჯები. ხალხს ეუბნებოდა არ იფიქრო, მოდი ახლა აგერ სისხლიანი წყაწელი რო არ დაგიბრუნდეს, აგერ რუსული რეჟიმი რო არ გაგრძელდეს და ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხალხს აი გეყოთ რა, მოდით გამდიდდეთ. მოდით საკუთრება დაურიგოთ ხალხს. ნახე რა კარგი იქნება რომ გამდიდდებით, აგერ სასამართლოს ასე მოვაწყოთ. აგერ განათლების სამინისტრო არის არ დაგიჯერათ ამ მომრჩეველმა. იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა რომ ხალხს არ ეფიქრა. და დღემდე იხარჯება ეს. ჩვენ ელემენტარულ საკითხებს თუნდაც ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა რო იყო. თქვენი შეთავაზებები რეალისტურად არ აღიქვა. ჩემი შეთავაზებები რეალისტურად დატესტილი იყო, ამის უნდა ყოფილიყო დებატები. რო აღმოჩენილი იყო მეორე პოლიტიკოსი, რომელიც გამაკრიტიკებდა და მე პასუხი არ მექნებოდა, მაშინ იქნებოდა მტკიცებულება მის, მაგრამ რაც დავინახეთ დებატები, ყველაფერი გამოდიოდა გადაიცვალა რომ ჩვენი პრობლემა იყო. ვიღაცაზე არითმეტიკაში იჭრებოდა, ვიღაცას ელემენტარულ პასუხები არ ქონდა, ზოგი რაღაც ისეთ იდეებს იგონებდა, რომელსაც ვერც კი ხსნიდა რატომ აკეთებდა, მაგრამ იმიტომაც მოკვდა დებატები, რამდენი კვირა გაგრძელდა მახსოვს დებატების სტელობა და მათ შორის თქვენმა ახლა რომ მოაწყო დებატები, გობოც არც კი მოვიდა. აი მახსოვს რომ გამიკვირდა რომ ქართული ოცნების დეპუტატები ნახე, კი ბატონო და ოპოზიციონერი მეგონი პატრიოტ ალიანსი იყო თუ არ მეშლება, ანუ ძირითადი ოპოზიციური პარტიები არავინ არ მოვიდა. გამიკვირდა რომ წინა საარჩევნო მართლ მე კაი ჩემთან კი არ მოხდა. ამ მართლ ჩვენს გადაცემაშიც მათ შორის ახლაც კი ძალიან ხშირად ვცდილობ დებატების მოწყობას, ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უმეტესწილად უარს აცხადებენ, მათ შორის დისკუსიის ფორმატშიც მონაწილეობის მიღებას, არა თუ დებატებზე, დებატები გვახსოვს როგორც გაიმართა ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა ითქვას, აქვე აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, იყო ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, რატომ იყო 4 ერთის წინააღმდეგ და ეს იყო კიდევ ერთხელ დადასტურებულად გეუბნებით ნიკა მელიას, კონკრეტულად ნიკა მელიას მოთხოვნა, რომ მოვიდოდა სტუდიაში ერთადერთ შემთხვევაში, თუ 4-ვე გირჩის 4-ვე წარმომადგენელი იქნებოდა ადგილზე და ეს არაერთხელ იქნა მისი პრესამსახურის მხრიდან მოწერილი და ჩვენი მხრიდან შემდეგ დადასტურებული შეთავაზება ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ უნდა იცოდეს ეს. ჩვენმა მაყურებელმა იყო ის, რომ ერთ-ერთზე დაგეგმილიყო და შემდგარიყო ეს დებატი. კი ბატონო, და ეს დავამატე რომ ყველაზე კარგი ტესტი ამის რომ სიამდვილეში მათ არ ქონდათ პასუხები და მათ არ შეედო ჩვენთან კონკრეტის გაცემა, იყო რომ ყველა მედიამ, სახელმწიფო მედიამ თუ ოპოზიციური მედია დაბლოკა აი რაღაცა იმედზე დავიბლოკე დიდი ხნით ადრე, მაგრამ აი მაგალითად ტელევიზორმა დაბლოკა ერთ თვით ადრე. და უბრალოდ აი გამოგვთიშეს არხებიდან რომ შემთხვევით ამორჩევლოს არ გაეგო რამე სახი აზრი და 4-5-95 ხმა არ დაიკარგოს ამ რაღაც ისტერიკას აყოლილიყო და იმუშავა. ანუ და ჩვენ არ ქონდა რესურსი ამასთან დაპირისპირების და ნუ ფაქტად ვიცით რომ ორი მხრიდან დავკარგეთ ხმები, მათ შორის ის ხალხის სოგმა მის საქართველოს თემას ხმა, სოგმა ამ ეგრეთ წოდებულ ბარიერ გადალახულ პარტიებს. სანდრო მე სამწუხარო საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მიიღებს ამ პრეტენზიას. თქვენ რა თქმა უნდა არც გახსენეთ. ზურაგირ ჯაფარიძის პოსტთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი ტელევიზია ხართ ფაქტობრივად თქვენ და აჭარის მაუწყებელი, რომელიც ეხაც კი გვაშუქებ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბლოკი სხვა ტელევიზიაზე გრძელდება. გიორგი ბუტიკაშვილი საუბრობდა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, აღარ გავყევი, უბრალოდ არ იყო საჭირო იმის გათვალისწინებით, რომ დროც არ იყო, თორემ როდესაც იგივე დაბლოკვაზე არის საუბარი, თუნდაც რესპონდენტების დაუსრულებლად შემიძლია ნამდვილად ამაზე საუბარი, კონკრეტული ფაქტების მოყვანა, რომ მსგავსი რამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნამდვილად არც არასდროს ხდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში დადასტურებულად შემიძლიათ გითხრათ და არც არასდროს არ მოხდება. სხვადასხვა თქვენ სასარგებლოდ შეიძლება თქვა, რომ მე მთელი პარლამენტში რაც ვიყავი, სულ თქვენ გვებზოდით, რომ მინდოდა თქვენი არხი დამეხურა და მათ შორის თანამონაწილე ვიყავი იმ კანონის, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დაფინანსებოთ. ხო, არ შეიცვალეთ პოზიციას. არ შემიძლია, მე მაინც ასე კი ბატონო, მაგრამ თქვენ გეკნებოდათ ბევრად მეტი საფუძველი ჩემი დაბლოკვის, ვიდრე ნებისმიერ სხვის და არა, ჩვენ პასუხისმგებლობა სანდრო აუცილებლად უნდა ითქვას. პირველი არხის თანამშრომლები, თითოეული თანამშრომელი ძალიან კარგად აცნობიერებს პასუხისმგებლობას. გარკვეული თქვათ, მის მიუხედავად რომ არიან გარკვეული რესპონდენტები, რომლებიც კონფრონტაციულ რეჟიმში არიან ჩვენთან მიმართებაში, ხშირ შემთხვევაში მათთან მიმართებაშიც კი მუდმივად ძალიან კარგად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ისინიც კი აუცილებლად არაერთხელ იქნებიან ამ და სხვა სტუდიების სტუმრები და აუცილებლად მოისმეს ჩვენი და მათი მაყურებელი და მათი ამომრჩეველი იქნება ეს თუ უბრალოდ მაყურებელი მათ პოზიციებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. რაც შეეხება ზურაბ ჩიჩაფარიძის პოსტს და მის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ის ოპოზიციის სტრატეგიით ერთის მხრივ არის უკმაყოფილო და ასეთ რამეს წერს, რომ საჭირო სექტორული ეკონომიკური სანქციები ქართულ ბანკი უნდა ჩაიხსნას ყველაფრიდან და უნდა შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასევე კონკრეტული პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უნდა შეიზღუდოს უცხო ქვეყნებში მიმოსვლის შესაძლებლობა. საინტერესო არის თქვენი ხედვით, რამდენად მართებული და რამდენად მომგებიანი არის, რაც მთავარი ოპოზიციისთვის თქვათ მსგავსი ტაქტიკა და სტრატეგია, განსაკუთრებით აი ამ პერიოდში, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებამდე არის დარჩენილი სულ რაღაც 7 თვე. მე მგონი ეს გამოძახილია იმ ასე ვთქვათ, უკმაყოფილების, რომელიც ზოგადად ოპოზიციურ ამორჩეველში არის, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის ამორჩეველში, ну, ვისაც ოდნავ ინტელექტი გააჩნია, ხდება, რომ რაც არ უნდა იყოს მისი, ასე ვთქვათ, შეხედულებები, ხედავს, რომ აი ეს რაც ახლა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეს არის მომგებიანი ოპოზიციისთვის. და თვითონ ახლა ეს ტექსტი მე რო წავიკითხე უბრალოდ აი ღიმილის მომღრელია, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად როგორ შეიძლება აქამდე მივიდეს ადამიანი, რომელიც იცი რომ ჩვენ პარტიაში იყო და აი ყველანაირი შანსი ქონდა რომ მართლა აი სულ სხვა რეალობა შეექმნა ჩვენთან ერთად და აქამდე როგორ დეგრადირდა აი სხვა თუ არაფერი ელემენტარულად ადამიანი ამბობს რომ ქოცები თუ დარჩებიანო დავკარგავთ თავისუფალ ვაჭრობასო და ქოცები რო წავიდენო მოდი თავისუფალი ვაჭრობა შევაჩეროთ. აი ხვდებით აი თუ ამით მე მოვქრები რომ თავისუფალი ვაჭრობა შეჩერდება, რატომ მეუბნები რომ ეს უნდა ეხა წინსწრაფით გავაკეთოთ. და რომ კრიტიკულად გადახედოთ ტექსტს, ეს ტექსტი ადამიანის, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად გაიმართლოს თავისივე ამორჩეველთან. ეს არ არის ჩემთვის დაწერილი ტექსტი, თქვენთვის დაწერილი ტექსტი ამ ვიღაცისთვის, რომელიც თავის უკმაყოფილო ამორჩეველი, რომელიც თვითონვე გვარამიას მეთაურობით რაღაც რადიკალურ პოზიციებს აღღერებდნენ, რომ აი ცოტას და რაღაც შევაზანზარებ, დავღლით. და ეხლა ღლიან იმით, რომ ჯარიმებს იღებენ და ბევრ ჯარიმას თუ მიიღებენ და გაასაჭიროებენ, თურმე ამით დაიღლება რუსული რეჟიმი, რომელსაც პუტინის ხარს უჭერს, ტრამპის უკვე ხარს უჭერს, ყველა ხარს უჭერს, ირანის ხარს უჭერს და ცოტაღა დარჩა, რომ ეს შეაზანზარებენ ისე, რომ ეს დაიმხობა და ამიტომაც გონია, რომ არის რაღაც ტიპის აბსურდი, რომელსაც ქართული ხალხი აღარ დაეჯერებს. და მე მგონია, რომ ჩვენ ახლოს ვართ ყოველთვის ეს სიტუაციასთან, პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა ქართული ხალხი მიხვდება, რომ ეს აბსურდია, რომ არ შეიძლება ნორმალური იყოს და დაფიქრდება. და მე ამის იმედი მაქვს. ყველას იმედი ბუნებრივი არ მექნება, ანუ გასაგებია რომ ყველა ვიღაცა ყოველთვის შეცდება, მაგრამ მინიმუმ რომ კრიტიკული მასა მაინც დაფიქრდება, რომელიც შესვლის პოლიტიკურ ვითარებას. შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას, როდესაც ამბობთ, რამდენად ხედავთ რესურს ერთის მხრივ და რეალობას, რომ შეიქმნას პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციურ ველს გულისხმობ ცხადია ახალი პოლიტიკური პარტიები. თავისუფლების მოედანი მაგათად ერთ-ერთი ხომ, როდესაც რომელიც უკვე დარეგისტრირდა პარტია და უკვე იწყებს აქტიურ, ვთქვათ, მონაწილეობას გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებში დამოუკიდებლად და დისტანცირებულად სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. საბოლოოდ რომ ვთქვათ, იმის რესურსი რომ წამოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალები ოპოზიციურ ველზე ამ მოცემულობაში რა კონფიგურაცია შეიძლება აღმოჩნდეს მაგალითად თვითმმართველობის არჩევნების პირობებში მიიღებენ როგორც თქვენ იღებთ მაგალითად მონაწილეობას აპირებთ რომ მიიღოთ ყოველ შემთხვევაში მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ანალოგიურად თუ კი გაჩნდებიან ახალი პოლიტიკური ძალები ოპოზიციურ ველზე და ისინიც მიიღებენ მონაწილეობას ეს 4 ოპოზიციური გაერთიანება და პარტიები შესაძლებელია თუ არა ამ მსგავს მოცემულობაში აღმოჩნდნენ სრულად იზოლირებულები პოლიტიკური პროცესებისგან და საბოლოოდ ვთქვათ შეიძლება ასე ითქვას გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. აი
რატომ აქვს პრეტენზია მაგალითად გახარიასთან, თავი პრეტენზია როგორ შეიძლება გახარიასთან ადამიანს კონდეს, რომ ადამიანი იყო პრემიერ-მინისტრი, ყველაფერი იცის, მათ შორის თვითონაც ამბობს, რომ ვიღაცა ოპოზიციაში მოსყიდულია, თვითონ იქნებოდა ჩართული პროცესში ამ ხალხის მოსყიდვის რაღაც ეტაპზე და ჩუმად არის. და ფაქტობრივად ეუბნება ხალხს, რომ მე ხა ვიღაცასთან ვიბრძვი და ჩემ გვერდზე კი არიან ბიზნეს მე მოსყიდული ხალხი, მაგრამ არა უშავს, მე მაინც არაფერს არ გეტყვით. და მე მგონი თავი პრობლემა რაც ჩვენ პოლიტიკაში არის, რომ ადამიანებს რომელსაც მოეთხოვება ილაპარაკონ, არ ლაპარაკობენ. ამიტომ ახალი გაერთიანები როგორც კიდე ისე დავაგდეთ. მე მაგალითად არ ვიცი თავისუფლების მოედანს რა იდეოლოგიური ასე ვთქვათ ხედვები აქვს. ლეოსთან რომ გაერთიანდნენ მე ვერაფერი აქვს პრინციპული განსხვავება ვერ დავინახე, მაგრამ გახარიას პარტიის გვინდოდა რომ მიიღო დღეს მონაწილეობა გადაცემაში ვარი მივიღე. ხო და მაგრამ დავაკვირდეთ, იმიტომ რომ მათ შორის თავისუფლების მოედანი ხო თან პასუხისმგებლობა იზიარებდეს იმ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში ვართ, ოპოზიცია რაც არის, რაც ლელოსთან ერთად გააკეთეს. და თუ ეს ასეთი გულწრფელი საუბარი დაიწყება, შეიძლება მე ვთქვა, რომ რამე შეიძლება შეიცვალოს. თუ ეს უბრალოდ რაღაც ლიდერები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ და რაღაც ერთი პარტიისგან ორი გახდნენ, მე ორი ისევ გაერთიანდა, ან სხვანაირად გადალაგდნენ და ისევ, რა ვიცი, ხმა არ დაიკარგოს, უბრალოდ ახალი სახეებით თუ ახალი სახელებით იგივე კამპანია დაიწყეს, ნუ არანაირ შინაარსი ამას არ ექნება. როგორც ყოველთვის მე არ მინდა გავაკრიტიკო ადამიანები, რომლებიც რაღაც ჯერ არ დაუშავებიათ. ანუ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი არ დაუშავებიათ ვიდრე სხვა ოპოზიციაში. მაგრამ დრო გვაჩვენებს თუ მართლა აღმოჩნდება რომ აი მინიმუმ რატომ დაშალე ხაზადეს ფული გიშლიდა ხელს თუ რამე ცულს აკეთებდნენ და შენ ვერ ლაპარაკობდი თუ ეს ყველაფერი გამოვაგარეთ და თუ ეს დისკუსიის საკითხი გახდება რაც შეიძლება ოპოზიცია გააძლიეროს მაშინ კი ბატონო ძალიან პოზიტიური პროცესი იქნება ჯერ ამის მოლოდინი არ მაქვს მაგრამ წინასწარ ადამიანის კრიტიკა შეცდომა ჯერ არ დაუშვია ისეთი არ გამოვა როგორც გახარიაზე ჩვენ მაგალითად ძალიან დიდი ხანი ველაპარაკებოდით მათ გუნდს უშუალოდ გახარიას რომ ვაკვირდებოდით საერთოდ რამე გამოვა თუ არა სალომე ზურაბაშვილიც იგივე იყო რამდენიმე შევხვდით ველაპარაკეთ მაგრამ ხვდები რომ უკვე აზრი არა აქვს ყველა არგუმენტი ამოწურე მე ხვდები რომ ამ ადამიანთან თანამშრომლობა შეუძლებელია იგივე ამ შემთხვევაში კი ახლა მე ლელოსთან უამრავი პრეტენზია მაქვს მაგრამ შეიძლება ლელოსთან ალიანსი იყოს გამოუცდელობის პრობლემა შეცდომა იყოს და თუ აღმოჩნდება რომ შეცდომა იყო და ეს კრიტიკული გადააზრება მოხდება, ну, შეიძლება კარგიც იყოს ყველასთვის. თუ ეს უბრალოდ იმიტომ რომ მოდით ჩვენ ცალკე ვითამაშებთ და ჩემ პარტიის ლიდერს სხვა უფრო დიდი ეგო აქვს ვიდრე თქვენ პარტიის ლიდერს ან რაღაცას, კი მაშინ არაფერი არ გამომავლის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. სანდრო რაქვიაშვილი გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იყო გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი.